აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომა გაიმართა, რომელზეც 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტის თაობაზე იმსჯელეს. კანონპროექტის შესახებ დეპუტატების წინაშე მოხსენებით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია წარსდგა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა აფხაზეთის მთავრობისადმი დაქვემდებარებული სხვადასხვა უწყების შემდგომი სრულფასოვანი საქმიანობისთვის მოთხოვნილი ფინანსური საჭიროების საკითხი. კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორის ეკა წივწივადისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირების მოსაზრებები დამატებით მოთხოვნილ თანხებთან დაკავშირებით. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ დამსწრე საზოგადოებას კანონპროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა. ძირითადად საკითხი ეხებოდა ზოგიერთი მუხლის მიხედვით დამატებითი განმარტებების გაკეთების აუცილებლობას, იმიტომ რომ არის საკითხები, რომლებიც პოლიტიკურად, სოციალური დაცვის საკითხით, ადამიანთა უფლებების დაცვის კონტექსტში ზედმეტ ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებენ. ამიტომ ეს ძალიან გაგებით იქნა ახმული კომიტეტის წევრების მიერ, მოწვეული ადამიანების მიერ, თითქმის ყველა სამინისტროდან, მთავრობის ქვემდებარე სამინისტროდან მოწვეული იყო წარმომადგენელი, რომლებმაც შესაბამისი განმარტება მისცეს ამ საკითხზე.